მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ვიწერთ ჩემი თოფის ასაიმარას ქვიშაჭავლით უნდა დავამუშაოთ. ეს სახება დაინტერესებს ქვიშაჭავლი რამდენად კარგად აიღებს, ინტერესის სფერო ასე რომ ვთქვათ. ქვიშაჭავლი გვაქვს 100 გრიტის სიმცხო, ალუმინის ოქსიდი, სპეციალური ასე რომ ვთქვათ, რომელიც ესე იგი რო შევადაროთ ჭურკას 120-დან 150-იანი ჭურკის სიმსხოა ასე რომ ვთქვათ სტრუქტურულად, მაგრამ ჭურკა ვიცით რომ აკეთებს გახაზვებს და ქვიშაჭავლი ვიცით რომ აკეთებს დაკეჭვებს, ესეთ მისროლით ამოღებას და უფრო ფოროვანი და კარგ სტრუქტურას ტოვებს ასე რომ ვთქვათ. აგერ არის ჩვენი მერე ცერაკოტი აგერა გვაქვს, რომელთაც უნდა შევღებოთ ჩვენი თოფი თავისი საწურით. აგერა გვაქვს სამღებრო პისტოლეტი, ძალიან კარგი გუშინ გავდეს ეს და იდეალურია თავისი წნევის კონტროლის საშუალებით, თავისი ფილტრი, რომელიც ფილტრიც იჭერს ჰაერიდან და კომპრესორიდან წამოღებულ ჰაერწვეთოვან წყლებსა და ზეთებს, რო არ გაერიოს ასე რომ ვთქვათ საღებავში და არ მოხდეს ადგეზია შემდეგ. აგერ გვაქვს გაწყობილი სპეციალური პისტოლეტი, რითაც უნდა ჩავატაროთ ქვიშაჭავლი ჩვენს თოფზე, რომელსაც უწერია 46-დან 100 გრიტამდე სიმცხოს ხმარება. ეს ნიშნავს, რომ გამტარუნარიანობა ამ პისტოლეტს აქვს ამაზე. სხვა შემთხვევაში უფრო მსხვილზე ან უფრო მწვრილზე შეიძლება მოხდეს შეყოვნებები და გაჭედვები ასე ვთქვათ. ეს სიმცხო სტაბილურად მოაქრა. აგერ არის მითითებული თუ რა მასალების მოხმარება შეუძლია, ძალიან ბევრი მასალის მოხმარება შეუძლია და დაშვერით სამუშაოდ ღია სივრცეში, როცა კამერა არ გვაქვს, ღია სივრცულ ვარიანტში ძალიან კარგია. ესეც რა თქმა უნდა აღჭურვილია ჰაერწვეთოვანი გზით წამოღებული კონდენსატისა და ზეთების მოსაცილებლად თავისი მანომეტრით ქვიშაჭავლზე გააჩნია დასამუშავებელი ზედაპირის ასე რომ ვთქვათ მდგომარეობას ძალიან ჟანგიანია თუ უბრალოდ სტრუქტურის მისაღებად მინდა იმის მიხედვით ყენდება 4-დან 7 ატმოსფეროს ფარგლებში 6 და 2 არის ყველაზე კაი და ახაც მოახდენთ მაგის რეგულირებას და ამის შესაბამისად დავამუშავებთ ამ თოფს და ვნახოთ რა გამოგვივა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგარი რამე უნდა გამოგვივიდეს. ხო ბატონო ჩემო, მოკლედ ამის გამოყენება ხდება ესეც რაით, რომ როდესაც ამაზე მივალ 10 წუთი მინიმუმ დაანჯღრიო ესე, შემდეგ მოხდეს გადაწურვა კოლბაში ასე რომ ვთქვათ და უკვე გამოვსაყენებლად ეს არის რა ქვია ვარგისია C სერია ნიშნავს ჰაერზე შრობს, H სერია როცა აქვს მითითებული ნიშნავს რომ ღუმელი ჭირდება და მაღალი ტემპერატურა გასაშრობად. თავის სრულყოფილ მარკას ასე რომ ვთქვათ აიღებს 5-6-7 დღის შემდეგ. მანამდე რა თქმა უნდა რამდენიმე საათი შეგვიძლია შეხება, მაგრამ არა აგრესიული დატვირთვები. აბა წავედით ახლა და ვნახოთ რა იქნება ბატონო ჩემო. ახლა ჩვენ კომპრესორზე ვამაგრებთ ამ პისტოლეტს და დავარეგულირებთ წნევას პირველ რიგში. მოკლედ ვიწყებთ პროცესს. ახლა ჩვენ ამ ქვიშაჭავლს ჩავყრით პისტოლეტში, პისტოლეტის რეზერვუარში, შესაფრქვევების რეზერვუარში. ესეთი სტრუქტურა აქვს ამას 120-დან 150-იანი ჭურკის ზომაა მოკლედ რა.
არაფერი არა მოდიო. თან ვიდეოს ავწერ და თან ქვიშა ჭავლი უნდა გავაკეთო. შეგინდა ძველი. ნახოთ რა გამოდია. ტოფის ლულას. ლულას? მე ჩემი ძველი ტოფის მოტანა შეიძლება. შეიძლება. მოკლედ ეს მზად არის. ეს მზად არის. ახლა ავიღოთ ტოფის ლულა და უნდა წავშალოთ აი ეს ზემოთ. აუცილებლად უნდა გავიგეთოთ ნიღაბი, თორემ მტვერი აქვს ისეთი, რომ დავიხჩობით. და წესით სათვალეებით საგივო. მოგლეთ მეგობრებო, ახლა ჩვენ ვიწყებთ აცეტონში ჩალბობას. ანუ თანმიმდევრობა არის ესეთი, რომ გეჯა და ლულა უნდა ჩავალბოთ აცეტონში. აუცილებლად სპეციალური აცეტონია, ასე რომ ვთქვათ. ჩვენთან არ იყიდება სამწუხაროდ და უნდა გავაჩეროთ 9 საათი. ამის შედეგად მოხდება სრულყოფილი მოხსნა ყველანაირი ცხიმოვანი გარსისა. რა კი ამას ახლა აცეტონს დავასხავთ, იმის მერე ცარიელი ხელებით შეხება აღარ შეგვიძლია. უნდა დავაყოვნოთ 9 საათი, 9 საათის მერე ამოვიღოთ, გაშრება შეგვიძლია ჰაერითაც მივიხმაროთ გაშრობაში და შემდეგ უნდა გავაკეთოთ ქვიშა ჭავლი. ზეგან ქვიშა ჭავლით ავაცალეთ რაღაც რაოდენობა ამასას და რაღაც რაოდენობა ხელი გავასწოროთ, სადაც ვერ შეძურა ქვიშა ჭავლი, ასე რომ ვთქვათ, რომ ერთიანობაში მე ერთნაირად უნდა დამუშავდეს ეს. ცალ-ცალკე დამუშავება რო არ მოხდეს. აცეტონი არის აი ესეთი სპეციალური გამოვიწერეთ ვარდზები, სადაც 120 ლარამდე დამიდამატოს 1 გალონია ეგრეთ წოდებული. ვარდზები 2 და 803 ლიტრის ფარგლებში უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ უნდა მეყოს რა. ეხლა დავასწორებ ჩვენ ამას. და დაველოდებით დანარჩენ ამბავს. როგორი დაგაზულებით იყო. შემდეგ ეს აცეტონი კიდე შეგვიძლია გამოვიყენოთ, მანამ სანამ არ დაბინძურდება და დაბინძურება შეგვიძლია სალფეტკზე დაწვეთებით ან რაღაც შევამოწმოთ და თუ შავი ლაქა დატოვა იქ, შემდეგ აღარ უნდა გამოვიყენოთ ის იმისთვის. თოფისთვის ცერაკოტზე მგონი გეყოფა იმედი მაქვს შეავსებს ამ ჩვენს თოფის ლულას. კი ბატონო, თითქმის დაიმალა. შეგვეძლო უფრო პატარაც გამოვკეთებინა ეს ჭურჭელი, მაგრამ თითქმის დაიმალა. უკვე ძალიან ბევრი ჭურჭელია უფრო უკვე. ვაცადოთ ახლა მას ჩვენ 9 საათი. ძალიან აორთქლებადია, რაც შეიძლება. მაგრამ ჩვენ ესეც დავაფაროთ, რაოდენესა დაველოდოთ. ამასობაში ჩვენ ჩავიცვათ ხელთათმანები. ხელთათმანებად გამოგვადგება ჩვეულებრივ სამედიცინო ლატექსის ხელთათმანები, რომლებიც რეკომენდირებულია ამ სამუშაოებზე, ასე ვთქვათ. ისე. ამასობაში ჩვენ ახლა ვისარგებლოთ დროით და ეს ჩემი კონტახი არის, აი უყურეთ, ნახევრად პრიალა. მარტო ლაკი ვთხოვე და მომცეს ნახევრად პრიალა ლაკი. დაახლოებით, რა ვიცი,
მეგონი მესამე წელია რასაც ამას ვამუშავებ და უნაკლოდ მემსახურა თვითონ ლაკი ძალიან ხარისხიანი გამოდგა და ეხლა მინდა ახალი მატოვი ლაკი რო დავასხა. ამიტომ კაი მიღება რო ქონდეს ეს ლაკი ისეთ დგას, მაგრამ კაი მიღება რო ქონდეს ისეთი 800-იანი შპურტით გავაკეთებ მცირე გადახერხვას. მცირე სტრუქტურა შეუქმნათ ჩვენს ლაკს რო უკეთესად მოეჭიდოს. ესეთნაირად ვიზოთ ახალ ფოტომატში. ნახეთ ესეც როგორ იქნება. რო ხომ გავიყვანოთ ახლა ეს ნახევარი საათი რა ვაკეთებ, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. აი ესე რომ დაბრუნდება საკმარისია, ესე იგი შემიძლია შეეხება. ნუ გაცეცდა. ხურკა. სახეს ზუმფარა. მაინც მჩოვლები ვარ ამ რუსულ შესაძლებლობებს. შეიძლება უკვე ხელი გირეხება სასმულა ავაჩერო და უნდა ჩაიცვა ლატექსის ხელთათმანები ცელიოსაც გაუწმუნდა ახლა ხელს ავდიდებ ზედაპირს ეს დაიმახსოვრ ხელის ცხიმები უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს ესეც საფარი ნაირო დავამზადე და დავკიდებ მოკლედ ვიღებთ ახლა ჩვენს თოფებს აცეტონიდან თოფებს რა ორ თოფს და გადავკიდებ გასაშრობად გაშრება და შემდეგ უკვე დავიწყებ შეჭავლით დამუშავებას მომენტალურად შევა ამოღებისთანავე ალბათ 100%-იანი ცოტანი იცით რაც არის და ისე რა ჭირდება ნულაც კი გამოაყოლია აქ დავკიდებთ ამით შემდეგ შეიძლება სხვა რამე მოვიფიქროთ. დავამუშავებ თუთოთი ყოველი შემთხვევისთვის მაინც. რომ ყველაფერი ამოვაორთქლოთ სრულყოფილად. შევეცდები მაქსიმალურ 160 ცელსიუსზე მეტი არ შეიძლება და ამოთოთი თუ მივართ მაგამდე ნახავ აუცილებლად თერმომეტრი შევამოწმოთ ამბავს რომ არ მოგვიხდეს გადაჭარბება ტემპერატურის
და ამას დავიწყე. მერე უნდა ვაცადო აირის ტემპერატურაზე აგრილება. და შემდეგ იქნება ფიშა ჭავლისთვის მზა. მოკლედ ეხლა ვამუშავებთ პირველ რიგში გეჯას. ესეთი ეხლა ეს ვნახოთ როგორი გამოვა ფიშა ჭავლის შემდეგ. ძალიან პროცესს ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მტვერია. ტელეფონსაც და მიკროფონსაც და ყველაფერს მტვერავს, ამიტომ რაც დაწყების მომენტს გაჩვენებთ და შემდეგ რო გავაკეთებთ სრულყოფილი შემთხვევასაც გაჩვენებთ როგორ იქნება. აუცილებლად ვიკეთებთ ნიღაბს, აუცილებლად ვიკეთებთ სათვალეებს, ამის გარშე არავითარ შემთხვევაში არ ვმუშაობთ. არავითარ შემთხვევაში უბრალოდ ვერ იმუშავებთ და რო გავუჭიროთ თავს, მე ძალიან გიჭირდებათ კიდე. მოვჩით მეგობრებო, მოკლედ ქვიშა ჭავს და რატო არის ფილტრი საჭირო. ეს წვეთოვანი თუ წყლის მინარევები ცერაკოტის შემთხვევაში, არა მარტო ცერაკოტის შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით ცერაკოტის შემთხვევაში არის სასიკვდილოდ დამაზიანებელი, ანუ შედეგს ვერ მივიღებთ რა. ძალიან ქირურგიული მუშაობა უნდა. თავად კი ქვიშა ჭავლით დამუშავებული დეტალები გამოგვივიდა ესეთი, ალბათ გახსოვთ. ფერის იყო ჩემი მასალა რა. ეს არის აბსოლუტურად კინაზე ვარ დასულები. როგორც შიგნიდან, ისე გარედან, აი მთლიანად ამოთეთრებულები ვართ რა. აი ესეთი პირი მივიღეთ. იგივე ხდება ლულაზეც. ესეთი რამ მივიღეთ. ეს მთლიანად გათეთრებული ლულა და დაკეჭნილი, ანუ მომძლებული. იმისთვის რომ კარგად მივიღოთ. ცერაკოტია ეს პაზები ყველაფერი იდეალურად არის გამომუშავებული. აი 100%-ით არის მოცლილი ძველი ყველაფერი. ეხლა ამას ჩვენ ერთგვარ ჩამორეცხვას გავუკეთებთ კიდე აცეტონით. იმიტომ რომ რაღაცები მოგვეცხო, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ლატექსის ხელთათმანებით ვიმუშავეთ. და ეხლაც კი არ უნდა შევეხო ამას საგიერი ხელით. ეხლა ჩვენ ამას კიდე ჩამოვრეცხავთ აცეტონით, რომ დავიცვათ თავის ყველაფრისგან. აბსოლუტურად რომ პრობლემა არ გქონდეს. ესეთნაირად მუშავდა. ლითობის 100%-ით მოცილდა ყველაფერი. ჩავასხავთ აცეტონს. რათა ჩამოვრეცხოთ. ერთჯერ კიდევ ჩვენი ჭავლით დამუშავებული
დეტალები ამდა ჩავიცვალ ისევ ხელთათმანები ერთი მეორე სულ ყოფილებამდე მივიყვანოთ საქმე თავი ნახე სანახევროდ გადაგებული ხო აკეთებ კაცი ამას უნდა გააკეთო ზოგადად ესე თუ არა და გიუნდები დიოშენ ადგილას ბატონო ჩემო იცაგოდა გამოგეცვალათ გუნება აღარ ინდომეთ წარსულით მომავლის დაძაბუნება გახარებთ გინის არწივის ძვერვალზე შემობრუნება ვეფხის ნადოტარბეკობზე მანქანის აგუგუნება გახარებთ გინის არწივის ძვერვალზე შემობრუნება ვეფხის ნადოტარბეკობზე მანქანის აგუგუნება იცით დრო დადგა ახალი ძველი დაეშვა კისრითა წაიღო ბნელ სამარეში კუბო შეკრული ფიცრითა ჩვენს დროს ვერ გამადგებით მამა პაპეულის რითა ახალს ბახტრიონს იშენებთ ახალის წესით იბრძვითა გახარებთ გინის არწივის ძვერვალზე შემობრუნება ვეფხის ნადოტარბეკობზე მანქანის აგუგუნება მოკლედ როგორც იქნა გავაჯანჯყარეთ ეს ბატონიშვილი ჯანჯყარეთ ეს ავხსნათ და ჩავწუროთ ძალიან ძაფრი და სპეციფიკური სუნი აქვს ეს თავისი მოყოლილი ძაბრია რომლითაც უნდა გავწუროთ Чего? Чего здесь идет? Как тут цхуирзе? ცაში გამოჩნდნენ უეცრად ღრუბელთა შავი გედები ზეცა და კაფეს სელვითა დაგრიხეს ცეცხლის სვეტები დაუშვეს გრგვინვა კუხილით ძვიმის კრიალა წვეთები ჩარეცხეს ჩაზიმზიმეს ახვავებული ფერდები დაუშვეს გრგვინვა კუხილით ძვიმის კრიალა წვეთები ჩარეცხეს ჩაზიმზიმეს ახვავებული ფერდები ძვიმით დაბანილ ქვეყანას სიამით შევაცქერდები მე ალერსებანიავი დამღუღუნებრენ ქედნები დაუშვეს გრგვინვა კუხილით ძვიმის კრიალა წვეთები
ჩარეცხეს ჩაზიმზიმეს აყვავებული ფერდები დაუშვეს გრგვინვა ქუხილი წვიმის კრიალა წვეთები ჩარეცხეს ჩაზიმზიმეს აყვავებული ფერდები მე ალერსებანიავი დამღუღუნებენ ქედნები საღამოს სანთლებს ანთებენ ფშავ ხევსურეთის ქედები დაუშვეს გრგვინვა ქუხილით ზვიმის კრიალა წვეთები ჩარეცხეს ჩაზიმზიმეს აყვავებული ფერდები დაუშვეს გრგვინვა ქუხილით ზვიმის კრიალა წვეთები ჩარეცხეს ჩაზიმზიმეს აყვავებული ფერდები ესეც ჩვენი შეღებილი მასაი მარა. ესეც ჩვენი შეღებილი მასაი მარა. ესეც მეორე დღე და ჩვენი გამშრალი ცერაკოტის საღებავი. აი ესეთნაირად იდეალურად გამოიყურება ბატონოჩი. თუ ვინმე მეთქვით, რომ ქართული დონის შესრულება არა ავწევ ხელებს ზევით. ეს ახლა შუქზე უფრო პრიალებს. კაიმატოვია. მაგრამ შუქზე უფრო პრიალებს კონდაქტი ეს. ეს კიდე რა ვიცი, აი, ახლა იქ სიპრიალე რო ეთქვა ჩემი თითის ამდილანდელი ანაბეჭდია ეგ ცხენი. გადავიდა ხელის ცხენი, თორე აი ესეთი. მეტი რა უნდა იყოს, ეგეც აღარ ვიცი. შიდა დამუშავება გინდა აზებში, თუსად ყველგან ვარ შესული კაცი. აბსოლუტურად ერთი ადგილი არ არის დარჩენილი. ისეთი, სადაც საღებავი არ არის შეღწეული. აბსოლუტურად ყველგან არის. გინდათ თამასის ქვევიდან, გინდათ გეჯის შიგნით. ყველგან ყველაფერი არის იდეალური რა. გამოგვივიდა ნაშრომი. წვალება დაგვიფასდა. და აი ჩვენი მასაი მარაც შესრულებული ცერაკოტის საღებავში. მატოვი ლაკის დაფარვით კონდახსე და ცევიოსე. ესეთი უნიკალური გამოდის შემდგრადი და მტკიცე.
ესეთი ლაქებია.